ჩამოვიდა ეს X6-ის ნაწილები. ისე. ეხლა გინდა აწყობა ამ ყველაფრის. ნახოთ. ერთი პრობლემა ორი კვირა წვიმს. და სახში ვაპირებ აწყობას. ეხლა ამის მოხსნა ცოდვა რა. ქართულ ზაზორებში. იმის გამო რომ იმ პაკეტის ბამპერი ვერ ვიშოვე წინა. და არც ტაივანი არა. აღმოჩნდა რომ იმ პაკეტს და ემს ერთი და იგივე კარნიზი ქონია და ტყუილად დავშალე. ისევ თავის ორიგინალებს დავაბანკებია. ესე იგი, იმ პაკეტის ბამპერს ქონდა ფეხით გახსნის ფუნქცია. ამ ემისაში როგორც ესეთი ამის დასამაგრებელი არ იყო. ესე გავაკეთე მე, რა თქვენ შეიძლება გამოგადგეთ. პარკინგის კაბელის ადგილას მოვანაცვლე ეს ორი ცალი კაბელი მოყვება, იდეალურად გამოვიდა. ესეც გამოვაგდა, ეს იქნება. იგივე შეიძლება ესე გამაგრება და всё იგა. It's just peace. You're my peace. Every single decision I make has you part of it. No matter if you're there or not there, you're always on my mind. ორ ჩამეკობრება დავაყენეთ ემის ბოტიკიტი. სან ამაზე გამოიყურება. კრუშტელს გავასწორებთ, კრუშტელს. შეიკრანა მანქანა. ერთადერთი დისკები დარჩა. 3 დისკი გვაქვს. ერთი იყო თავიდან მომდე გადახილი, როგორც გახსოვთ. ის ერთიც ნახეთ. $250 დაგვიფასეს. მალე ჩამოვა ის დისკი და დავაყენებთ და მანქანა იქნება თავიდან ბოლომდე შეკრული. წინაც დაგანახებთ. ამაზად გამოიყურება. ეს დასრულდა რა. პატარა ნიუანსები დარჩა, იმგესაც მოვაგვარებთ და ფინალურ ვიდეოსაც დაგანახებთ.
It's just peace. You're my peace. Every single decision I make, Matthew, you're part of it. No matter if you're there or not there, you're always on my mind. შეიცვალა, ხომები შეიცვალა. ზეთი ბენზინი ჩავასხოთ. გაია Solar as well. Ეხა გასწორებულია, ხო? იდეალურად. ყველაფერი. იდეალურია. იდეალურია. ენახე რა მინუს 1 მილიონი. შევიყვანეთ მანქანა ბოქსში. ახალი საბურავი. ეს საბურავი სხვადასხვა სერიფერის ჩამოვიდა. X5-ზე იქნება რა, კაი, იმიტომ რომ X5 ისეთი შავი ფერის აცა, რომ მოსერო ფერია და მაგაზე უფრო ლამაზი იქნება. სამომავლოდ ნახოთ, იქნება X5-ზე დავაყენოთ ისინი და X6-ზე მისი ფაქტობრივად რაც არის ემის ორიგინალი დისკები რომ აყო. რავი, ნახოთ, მაგა როგორ იქნება. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ჩვენი X6-ით უკვე დასრულებულით. როგორც გახსოვთ, ამას დაზიანება ჰქონდა, უკანა დისკი იყო გატეხილი და წინა ბამპერი არ ჰქონდა საერთოდ. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ვერ ვიყიდეთ M პაკეტის ორიგინალი ბამპერი, ამიტომ ავაწყეთ M პაკეტის ტაივანების ბოდიკიტებში. ასევე შევიძინეთ დისკები $1000-ში. ძრავში ჩავიხედეთ და იდეალურად სუფთად მუშაობს, სავარაუდოდ ამერიკაში აქვს სერვისი ჩატარებული. ასევე პადუშკებზეა მანქანა და ძალიან რბილია. მოკლედ აყენია ყველაფერი ორიგინალი დისკების და ბოდიკიტის გარდა.
რაც შეეხება სალონს, სრულიად M პაკეტშია, M-ის ორიგინალი საჭე, M-ის ორიგინალი საღვაწლები, კარბონის დეტალები, სიდენის გათბობა, ავტომატური პარკინგი, 360 კამერები, ყველაფერი აქვს, რაც უნდა გქონდეს ამ მოდელს. სპორტული კარობკა, ხო, სპორტული. აუდიო სისტემა Harmanix. ლუკი შავი ჭერი. ყავისფერი სალონი. მაგარფებზეა სალონი. თავისებული სუნირო აქვს. ამ კაშო ჩერდები თავისებული შეკებილის. 21-იან სკეპი აქვს, მაგრამ რა ხარ, პადუშკებზეა, მაინც რბილად დადის რა, ეს რეპლიკებიც არა ისეთი ძიმი. ხედით მოკლედ, თუ გაიყიდება უკვე G სერიისკენ მინდა გადავინაცვლოთ ძალიან მოკლედ G სერიები, ორივეს გაგვიგვაგმინდა რომ სამზეზე მაგარი კონტენტი გვექნება. ხო, საინტერესო იქნება. ამის ფასები ლიკა ხარი თუ არა არ ვიცი, მაგრამ $600 გახდა M-ის ბოდი კიტი, $1200 ღირდა. უცებ დაიკლო 6 თვეში. $1000 დისკები 21-იანი თავისი საბურავების ძამთრები გვიყენია. როცა $1500 დაგვიჭდა წინა X6-ზე. ანუ ფასები საგრძნობლად დაიკლო. ბევრი არაფერი არ შეგვიძლია ხადაოზე დაახლოებით 1000 ლარამდე წავიდა, მაგრამ ერთ დღეზე დაყენდა ორიგინალი ნაწილები დადგა და აი ხაჟდენიას რაზვალიც იდეალურად გასწორდა. არაფერი არ აქვს სამანქანას დასაწუნი. კალოტკები შეიცვალა, ზეთების ფილტრები შეიცვალა, სერვისები ჩატარებულია. რავი, მეტი რა უნდა თქვა ხა, ეს მანქანა თუ იცი, თუ მოგწონს ვიზუალურად, არ შეგაწუხებს რა, იმე დაჯექი და იარე.